როგორც ართვა აკაზას ადამიანობა მუზანმა. აკაზას ისტორია გვიჩვენებს, რომ ის მონსტრად არ დაბადებულა. ის იყო ბიჭი, სახელად ჰაკუჯი, რომელიც ავადმყოფ მამაზე ზრუნავდა. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სასოწარკვეთამ მოიცვა, სანამ არ შეხვდა კეიზოს და კოიუკის. კოიუკი იყო გოგონა, რომელმაც ჰაკუჯის ცხოვრების მიზეზი დაუბრუნა. ის აპირებდა მას ზედაქორწინებას და ბედნიერად ცხოვრებას. თუმცა შურის გამო მეტოქე დოჯომ კეიზო და კოიუკი ორივე მოწამლეს. ჰაკუჯიმ დაკარგა ყველაფერი: სიყვარული, მომავალი და ადამიანობა. წუხარებითა და რისხვით დაბრმავებულმა, მან შიშველი ხელებით ამოხოცა მთელი დოჯო. სწორედ მაშინ იპოვა იგი მუზანმა და აკაზად, დემონად აქცია, რომელსაც იმ გოგონას სახელიც კი აღარ ახსოვდა, რომელიც უყვარდა. აკაზას სხვისთვის არ უღალატია, მან საკუთარ თავს უღალატა. მან უარი თქვა ადამიანობაზე, რადგან ტკივილი, რომელიც ადამიანად ყოფნის დროს მიიღო, ზედმეტად აუტანელი აღმოჩნდა მისთვის. ქართულად მანგების და მაჰვების ასაკითხად ეწვიეთ მან რა კუჯის.